მოგესალმებით, მე გახლავართ ტელეწამყვანი ნინიკო კოტუა. დღეს არის 27 დეკემბერი. ვიმყოფები ბილტმორში, რომელიც მდებარეობს თბილისში, რუსთაველის 29 ნომერში. დღეს ბილტმორში გაიმართა მხატვრების საღამო სახელწოდებით ოქროს რენესანსი. მისი ხელმძღვანელები გახდათ უმშვენიერესი და უნიჭიერესები დიანა და ნინა რევაზიშვილები. ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმყოფება ამ წუთას ჩემთან და მოგვახსენებს თუ საიდან დაიწყო ამ პროექტის ისტორია, როგორ განხორციელდა, ვინ იყვნენ ჩვენი პროექტის მონაწილეები და თუ რას ემსახურებოდა დღევანდელი საღამო. მოგესალმებით, ქალბატონო დიანა. მოგესალმებით. მადლობას გიხდით პირველ რიგში, რომ თქვენ ხართ ჩვენი პროექტის ნაწილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქალბატონი ნინიკო კოტუას პირველ რიგში მადლობას მოუხდით, იმიტომ რომ საზოგადოება უკვე გიცნობთ, რომ ჩვენთან ერთად თანამშრომლობთ. ასევე მინდა შესავალს გავაკეთებ, რომ ხელოვანების პოპულარიზაციას ეწევით და ძალიან დიდ მადლობას გიხდით. დიახ, დღეს 27 დეკემბერს გაიხსნა თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეის მიერ ორგანიზებული გამოფენა ბილტმორ თბილისში Golden Renaissance, სადაც იღებდნენ მონაწილეობას ქართველი ხელოვანები, როგორც საქართველოსდან, აგრეთვე ევროპის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან იყვნენ წარმოდგენილი იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ჰოლანდიიდან ხელოვანები. წარმოდგენილი იყო ფერწერა, გრაფიკა, გამოყენებითი ხელოვნება, თოჯინები, დეკორატიული ძვირფასი სანთლები და ეს იყო თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეის მიერ ორგანიზებული წლის შემაჯამებელი გამოფენა. მადლობას ვუხდით მონაწილეებს, რომ შედგა ეს გამოფენა და ვილოცავთ ყველა ხელოვანს და მთელ საზოგადოებას დამდეგ შობა ახალ წელს. თქვენ კი მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და თქვენც მოგილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. მადლობა ქალბატონ დიანას, დაგიკონკრეტად თუ რას ემსახურებოდა დღევანდელი საღამო. მე მოგილოცავთ კიდევ ერთხელ დამდეგ 2025 წელს იყოს წარმატების, ხვავის, ბარაქის და მშვიდობის მომტანი წელი. რაც შეეხება ქალბატონ დიანას და ნინას, კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ, რომ მე ვარ მათი პროექტის ნაწილი. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დღევანდელი საღამო და მადლობელი ვარ დაფასებისთვის. მე ჩვენ ხელმძღვანელობთ და ყველა ხელოვან ადამიანს ვაძლევთ სტიმულს და мотивაციას, რომ ხვალდაზე უფრო კარგები იყვნენ და დღევანდელი საღამო მე ვიტყვი ესე ღიად და პასუხისმგებლობით, რომ შედგა, იმიტომ რომ თვითონ ხელმძღვანელები დიანა და ნინა არიან ისეთები, ყველა მხატვარს დამწყები, პროფესიონალი, საქართველოს გაცდენილი, არ გაცდენილი ყველას უწყობენ ხელს და აძლევენ სტიმულს, რომ ხვალდაზე უფრო განვითარდნენ და ასევე ყავთ ემიგრანტები, რომლებიც ონლაინ ერთვებიან და აჯილდოვეს, პატივი მიაგეს და დააფასეს და მოესიყვარულნენ, რითაც შეეძლოთ. ეს ყველაფერი არის დასაფასებელი და ჩემი მხრიდან რაც შემიძლია ვეცდები ყოველთვის დავუფასო და მადლობა თითოეულ მონაწილეს და მადლობა ამ მშვენიერ ქალბატონებს. ვუსურვოთ ასეთი წარმატებული არაერთი და უკეთესი პროექტები. მოგილოცავთ მრავალ ახალ წელს დაესწარით, ბედნიერად ჯანმრთელად და ყველაფერი საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს ახალი 2025 წელი თქვენთვის. ასევე ჩვენ მიულოცავთ ჩვენს ძვირფას ხელოვანებს დამდეგ შობა ახალ წელს, ვუსურვებთ ყველანაირ სიკეთეს, განვითარებას თავიანთ შემოქმედებაში და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოთ ჩვენო ძვირფასო ხელოვანებო, გვიყვარხართ, ყველგან გისურვებთ წარმატებებს და გილოცავთ ახალ წელს.